მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ Gravity Falls. დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მე-6, მე-7 და მე-8 სერიები. გადავწყვიტე რომ ცოტა უფრო წინ წავსულიყავით და გვეყურებინა ერთდროულად 3 სერიისთვის, რადგან უფრო და უფრო საინტერესო სერიები წამოვიდა. ამიტომ მინდა რომ თავარ სიუჟეტურ მომენტამდე მალე მივიდე. თან მოგეხსენებათ ახლა ერთი ამბავი არის ჩემს ახზე, ახალ სერიალებს ვირჩევს წინასწარ და როგორც ჩანს უკვე დროა გამოვავლინოთ გამარჯვებული, თუმცა არ ვიჩქარებდი მე, დაველოდებოდი კიდე იანვრის ბოლომდეც არა ახლა, მაგრამ ესე 20 რიცხვამდე კიდე დაველოდები, იმიტომ რომ მანამდე მაინც არ უყურებთ ახალ სერიალებს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოვჩებით ვერც Gravity Falls, ვერც Avatar-ს, ვერც Dororo's. Dororo's სავარაუდოდ ყველაზე პირველად დავასრულებთ ამ 3 სერიალიდან და მერე შევუდგებით ახალ სერიალს. თან ეს დამოკიდებული იქნება იმაზე უსაშველობის მეორე სეზონი როდის გამოვა. თუ მანამდე გამოვიდა, სანამ Dororo's დავასრულებთ ან რომელიმე ამ სერიალს, ანუ თუ სამივეს სანამ დავასრულებთ, რომელიმეს ჩანაცვლებს უსაშველოები. თუ დავუშვათ Dororo დავასრულეთ და გადავედით სხვა სერიალზე და აი უკვე Gravity Falls-ის დასრულების მომენტი როცა დადგება, მაშინ გამოვიდა მეორე სეზონი, ვუყურებთ უსაშველოებს. მაგრამ ჯერჯერობით როგორც ჩანს არ იქნება მეორე სეზონი, ამიტომ ჩვეულებრივად ვუყურებთ Gravity Falls-ს. ძალიან მაინტერესებს რა მოხდება ამ სერიაში. სათაური ვიცოდი, მაგრამ როგორც ყოველთვის დამავიწყდა. ერთ წამით ძალიან სწრაფად შევალ და შევამოწმებ. Deeper versus Manliness. ეს სერია. ვერ ვიტყვი რომ ეს სერია კარგად მახსოვს, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა მაქვს რაზეც იქნება. ანუ რაღაც ნაწილი კიდე მახსოვს. მარტო ისე არ ვარ რენდომზე. წარმოდგენა რომ მქონდეს. მოკლედ სერიას ვუყუროთ და მერე ვიტყვი. ნელა რა მახსოვს, რა არ მახსოვს. კარგი. ნელა უფრო და უფრო გვწევს Gravity Falls-ის სერიები და კიდევ უფრო და უფრო უკეთეს ველოდები. იმიტომ რომ ბოლო იძახიან ფინალი ძალიან მაგარიაო და ნახოთ აბა რა არის ასეთი ძალიან მაგარი. Gravity Falls-ი პირველი სეზონის მე-6 სერია. 3, 2, 1 დავიწყეთ. საშუალო საკითხებს ნაადრევად ვილებ. რამე შესაბამისი კომენტები. ეს კრისტალები ნუ საშუალო არაფერი გვექნება. კი. ჯერა პოლიციელი ხარ? ახალი რაღაც. გაბუძი. სასადილოში წავიდეთ. ხშია. ხშია. კარგი, ჯერ ეს მორჩება ყიდვას და ეს სხვა ცხოვრება. აუ, ეს кайფანი არ მოჩება. დოგინა ჯეგნით ჩავკეტავ. პანტერას მაისური. გაგიკვირდება და ეს აზრი მართლა კარგია. მაისური. ეს მაინც მთელ ღამეს გაატარებს და აზრი. Gravity Falls-ი. გახმოვანებული აჯერენ ეთქოსილი. დაივიწყეთ, ახლა მოხდა. ვაუ.
აუ ეს ისევ ის გიჟი კაცი. ნუ ვენიც აქ იყო. ეს პოლიციელები. ზარმაცოს იუზენ, აი ჩემი მზისხივი, სად იყავი გუშინ? ავტობუსი დამეტაკა. მგონი არ ხუბრობდა. ოლუფების გაყოფა ხომ შეგიძლიათ? შეიძლება. თვალის ჩაკვრა. შვენიერია, ჩვენ ყველანი მე-7 ნომერს გავიყობ. ასევე სალათის მორთულობა ქალბატონებისთვის და კეჩუპი ბიჭისთვის. ბაბუძია, მე ბლინები მინდა. დღეს იცი რა ძვირია მკვლს იყენებენ. მე ფულს კი არ ვჭეგავ. დიდად არ ვარ ბლინების მოყვარული, სიმართლე გითხრათ. ვიცი დამაჰეითებთ ახლა ბლინის მოყვარულები, მაგრამ ვაუ, დიპერ. ამბობს რომ რატომ იცინით? არ გეწყინოს დიპერ, მაგრამ კაცური მენინგტონი ნახდათ არ ხარ. ძალიან კაცური კაცი ვარ თუ რაც თქვი. აღიარება ვშუკუნთი არ გაქვს. ხელსახოცის უნი აგდის და სამ შაბათს მომხდარი არ დაგავიწყდეს. რა მოხდა? დისკო გოგო. მოდი. აუ. ეს გოგო შენ ხარ? არ შემოხვიდეთ. გოგოების პოპბენ ბაბას უსმენდი? ნუ. ეგ კიდე არაფერი. დაივიწყეთ. ძალიან კუნთიანი ვარ. კერძეთ მას ხედავთ? გაწია. კაცი. ვერ ხედავთ. თვალები. ჯანდება. გარგი მოემზადეთ თქვენი სიტყვების შესაჭმელად და ასევე ბლინებისაც. აბა. ახლა მთელი რესტორანი დაცინებს. ოვიცი. კაცობის. ვაუ, და ვიმპსის მაგლა არაფერს უჩვენებს. 1 2 დროს ნუ წელავ. წრიპა. რა? ალბათ გაფუჭებულია. მილიონი წლის მაინც იქნება. რაღაც ზალა დაკარგა. ახლა არ დაკარგავს. არც დადო გაფუჭებულია. ლინები ყველას. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ნუ მადლობა კიდე რომ არ დაციდეს. ამათ გარდა არავინ. სასწრაფოდ მჭირდებათ მამ კერძი. კარგად ვარ. ყველაფერი რიგზია. მე მისი ნათესავი ვარ. კარგი რა. ვიცი ნაზი მხარი შენც გაქვს. კი. არა, ჩემში ცივი და ბნელი სულის გარდა არაფერია. საჭმელი. მადლობა გულო, უბრალოდ ნექტარო. პატარა ძროხავ. პატარა ძროხა. სულელი კაცი. ეს რა იყო? არ მინდა ამაზე საუბარი. პატარა ძროხა ცოტა უცნაური ზედმეტსახელია. მოიცადე. გონი ვიცი აქ რაც ხდება. შენ არა, შეჭერდი. ზარმაცი სუზენი მოგწონს და ნაზი მხარეც გაქვს. ჯუმადი. არა მინდა იგოს კარგი, ვაღიარებ. გამიხარდებოდა რომ მას მოვწონდე, მაგრამ დიდი ხანია მოწონების ასაკიდან გამოვედი. მას კი შეხედე რა დახვეწილია. იტრიალე სულელო ღვეზელო. ბაბუძია, შენ საზიზღარი. მოხუცი კაცი ხარ, მაგრამ ვაიძულებ სუზენს მოეწონო რა. სუზენს ისინაც მოწონ ხარ. ვიდრე. დიდი ალბათ. მეიბელი. მეიბელი. გამარჯვებისკენ. კარგი. ახლა დიპერს ცალკე მისი აქვს და მეიბელს ცალკე. კიდევ ერთი გაფუჭებული ონკადი. რამ ხელა საიდუმლოა. გინდა უნიფორმები გავიხადოთ და წრეზე ვირბინოთ? ნუ გითხულობ ჩემს ასაკს. უკაცრავად. პოსტალიონს პოლიცია. გასაგებია გინდა თქვა რომ მე კაცური არ ვარ, არა? ამის თქმა გინდა ხომ? თქვენი აზრით კაცი არ ვარ ხომ საერთოდ? ტირი ხარ? ნუ 2 3 არ ინერვიულო ტიპერ, მალე მოგიწევს. შენ საკუთის მხარის ჩვენება.
საიდუმლო ფიზიკურია თუ მენტალური? დამხმარე მგირდება. რაც შეეხება დამხმარეს, თუ გადარჩენა გინდა გაიქეცი სასწრაფოდ. ესეც შენი დახმარება. მოიცადე ბოდიში. ხო. აჰა. ეს არის კოკი იდეა. არსიმჭა. დიდი ხანი არ დამიბანია თანაც სულ ძვლები ვარ და. შენ. ეს უნდა დაამთავრო. არა? დაუჯერებელია. ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხოველი. მინოტავრი ხარ? მე კაცოტავრი ვარ. კაცოტავრი. ისი ნახევრად ტავრი. მე გამოგიძახე თუ? ჯერ კი სულმა გამომიძახა. ემოციური პრობლემების სუნი. აუ. ისე ჩანზე კი არის, თავით წარმტვრია ხვა. ემოციური პრობლემების სუნი მცემს. ნუ, ის რაც ახლა მაღალია და კულტურია და კაცური პრობლემა მაქვს. ბაბუძია თulis რომ ნაზი ვარ თანაც. თამაში წავაგე. შენ კაცური ჩანხარ. და იცი, შეგიძლია დამეხმარო. კარგი, ზურგის თმაზე ამომაწოწდი. აა. კარგი. არის. ზოდა ბხილა. აჰა. ეს დანარჩენი კაცოტავრები. მაგარი ადგილია. ჯუჯები ხეებში ცხოვრობენ, თევზები წყალში. ჩვენ კაცოტავრები კი კაცურ გამოქვაბულებში. სერიოზულად კაცოტავრები ქვიათ? ეცებო, უთმობავს მიმოგიყვანეთ. არ გვაინტერესებს. ეს ბუბიტარია, ტესტოდავრი, მიტიუტავრი. მე კი უცპავრი ვარ. მედიბერი მქვია. ზუსტი სახელია. გამანადგურებელი? უგეთესია კი, გამანადგურებელი. ნუ აშკარად ვერ გამანადგურებელს უნდა რომ კაცობა ვასწავლოთ. არ არის ის იმდენად კარგი სიტუაცია. შეხედეთ. ანუ უმაღლეს საბჭოში რავი. მიხილვა. ვასწავლოთ კაცობის საიდუმლოებები, ადამიანია არ მომწონს. მე შენი სახე არ მომწონს. იმდენად ვერ ვიტყვი რომ მომწონს ეს კაცოტავრი. ან ერთი ან მეორე ან მესამე. მე არც ისე. მაბუძიასთან. მოგესალმები შენი დარჩენილი ცხოვრების პირველ დღეს. ჯერ პირვანდელი სურათი. ჟურნალისტის შესაძლებლობას ხელიდან არ მუშავ. დავიწყოთ როლის თამაშით. სუს, შენ ზარმაცი სუზანი იქნები. მე კალივით ნაზი ვარ. მაბუძიასთან. აი ჩვენი როგორ უახლოვდები თავს. დაიმახსოვრე, აქ არავინ განსჯის. მე იქით ვიქნები. 10 ბალიანი სისტემით შეგაფასე. ეს კიდევ უარესი იქნება. შეგიძლია ბული მას ეს ხო? შევდელი. შემდეგ გადავწყვიტეთ რომ აშკარად. არ გაგანდოთ კაცობის საიდუმლოებები. უარყოფილია. უარყოფილი? კარგი, როგორც ჩანს ჩემი გაწყვეტა გაგიჭირდებოდათ, რადგან საკმარისად გაცურები არ ხართ თქვენს. კაცურები არ ვართ? გამანადგურებელო. არ ვართ კაცურები? ამის თქმა არ უნდა. 3 Y ქრომოსომა მაქვს, 6 ხორხი, კუბიკები მუცლის პრესზე და მუშტები ძუძუსტავის მაგივრად. და გეშინი ჩემი გაწყვეტა. არა, ეს უკვე მუშტები უკვე ზედმეტი იყო. მე მგონი. კი, კაცმის ხმა უნდა იყოს. ტიპერ უცნაურად. მაგარი ხარ. ტვინის მაგიას იყენებს.
ჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ და გეხმაროთ. მე და კაცი რატომ? უნდა გახდე. კაცი. ჩვენიერია მადლობა. იმეც არ გაგიწრუებთ. ის ფაქტი რომ კაცობა. პასუხი გასცა სათანადო პირველი დავალება ხელის ტკივილის მაგარია. ხურება. კივილის ხელში. ტკივილის ხვრელი არა ის. აჰა. რა ეს აუცილებელია. ხომ გინდა კაცი გახდე? საინტერესო რა ხდება ამ კაცი. ფილმში? მარტო ქვებია? აუ, კარგი. შინაგანი სილამაზე გარეთ რა გადმოვიტანე. დაემართა დიპერს ბანახით? უფრო ძლიერად. ჩვენიერია. სუს. დაიღო. რას ვიქრობ? გაიქეცი ძმაო. სიმღერა დაგჭირდება. აჰა. აუ, მუსიკა. ვაუ, ეს პიკი თმების გაზიდას ცდილობს და ის პარსავდა. Stop switching eye contact. თარო დაუკავშირეს ორივე მოვლენა. აი. ვის უნდა რომ ზურგი გამიხეხოს? ბიჭი მოგძნობ რომ ამ ბოლო რამდენიმე საათში თითქოს მართლა გავიზარდე. მეც გამეზარდა რაღაც. ლარკს დასაცილო ხარ. შემიფარეთ და ძალიან მიხარია რომ ხარს მიჭერთ. კარგი რა. მართლა მგონი როგორც იქნა, კაცი ვხდები. გამანადგურებელო ჯერ ბოლო დავალება არ შეგისრულებია. გეყოფა, შენ გიყოს. ყველაზე მომხდინებელი საფეხური. 59 საფეხური უკვე გავიარე და 59 ღმერთო რა იყო? ტატუს გეკეთება? იხილე ჩვენი ლიდერი, ლიდერ დავი. აა, ყველაზე მოხუცი და ბრძენია თუ? მოგესალმები ახალგაზრდა. ეს შეთავაზება იყო. აი ლიდერი. გასაგებია. შეჭამა ტიპი. შენ გინდა რომ კაცი გახდე? არის მირობა უნდა ადიდო. ადი ყველაზე მაღალ მთაზე. და ჩამოიტანე მრავალ დათვას თავი. მრავალ დათვას თავი? მრავალ დათვას? ეგ დათვის სახეობა? ის ჩვენი მოსისხლე მტერია. დამარცხე და კაცი გახდე. მრავალ დათვა ეს რაც დავამარცხო. ხიმერა დათვი იყო როგორც მახსოვს. გამანადგურებელო, ეს შენია? არა. არ ვიცი ვისია. მეგობრისი ალბათ. ჩემი არ არის. არ ვიცი რა მოხდა. მე დავამარცხებ მრავალ დათვას. კარგად ვარ. მაინტერესებს სტენილას იზამს ერთი. მაინტერესებს უფრო რომელი მიაღწევს თავის ბიზნესს. დიპერი თუ მეიბელისტენთან. რატომღაც მგრძნობ რომ ვერც ერთი და ვერც მეორე. მაგრამ კიდევ შემიძლია ვთქვა რომ მეიბელს აქვს შანსი. დიპერსაც, მაგრამ დიპერს როგორც მახსოვს ცოტა ცუდი ფინალი ჰქონდა ამ სერიაში. კარგი ბაბუძია. ასეთი იყავი და ახლა ასეთი გახდი. შეიძლება ახლა მოვიქავო. არა. მაისურზე გული აგერია? არ ვიცი რა გიბასუხო. აღიარა მეიბა. ეს ვერ გამოასწორებ როგორც ნამცხვრის სატრიელებელს სასადილოში.
ბაბუჯი, წამოდი და შარვალი არ ჩაიცვა. სიამოვნებით. რაღაც მოიფიქრა მეიბელმა. რა არის მრავალდათვა? აი რა ყოფილა. ნუ ქიმერა არა. გაჩუმდით. უფრო მრავალსახა დათვია. მრავალდათვა. შენი თავი მინდა. ან რამდენიმე თავი. 6 გაქვს თუ? რა სისულელია. ძადი ან მოკვდი. გარდი. ეს მართლმცნური არსებაა. ანუ ასეთი სინამდვილეში რომ ვინახა. არა. შანსი ერთ ცხოვრებაში ვეღარ დავიძინებდი კარგად. ცოტა გადამეტებული იყო, მაგრამ სულ მოგონებებს კი დავიტოვებდა. ნამდვილი კაცი არავის ინდობს. გარგი მებრძოლო. მაგიურ ცხოველს ბოლოს სურვილი აუსრულე. გარგი. აუ, გადყვებს რაღაცას. სიმღერის ფონზე მოვკვდე. შეგიძლია ველოთ ჩართო. აუ, ეს გულები რო არის. ისლანდიურ პოპ-გრუპ. ვაუ, ეს ტიპერის ბაბა მიყვარს. საყვარელი ჯგუფი. ამის გამო მინოტავრები დამწინოდნენ. ამას გულისხმობ? აჰა, გასაგებია. როგორც იქნა, სხვასაც ესმის ჩემი. მაგრამ ახლა უნდა მოკლა. თორემ გავხდები. დანახმავად. მართლა? ასე აჯობებს. არა, ტიპერ არგიდა. ამას არ გავაკეთებ. კაცობის ფასი მრავალდათვას თავია. ლიდერ დავრო შენს და ტესტო ტავრიც და შენ წვერიანი სახელი დამავიწყდა. ხო, წვერიანი ვარ. მეუბნებოდით რომ კაცობამ დავალების შესრულებაშია, მაგრამ ჩემი აზრით ეს სისულელია. აი ეგ. სისულელია. შეიძლება თმები და გუნდები არ მაქვს. როცა ბაბას სიმღერა ირკვება, უსმენ იმიტომ რომ ადვილად დასამახსოვრებელია. ადვილად დასამახსოვრებელი გესმით? გამანადგურებულო, რას ამბობ? ვამბობ რომ მრავალდათვა კარგი ადამიანია. თქვენ კი იდიოტები ხართ, რადგან გინდათ რომ თავი მოაჭროთ. მართალია. ვაუ, ტიპერ. მოგალი მრავალდათვა თორემ კაცი ვერ გახდები. ეს რაც კაცი ვარ. ხო და ვერ გახდები კაცი. აუ. სუსტო. ეს კარგი იყო. გინდათ რამე ავაშენოთ და მერე დავანგრიოთ? კაცი. უტვინოები ხართ რა. იტრიალე. ახლა რომ ამ ფორმით შევიდეს სასადილოში. წარმოცისიზი. ვიცი რომ სიმპათიური არ არის, მაგრამ სახლში ყოველთვის თვითონ აკეთებს ყველაფერს. შეუძლია ეგეც გააკეთოს. ბაბუძიასტენი. ასევე ქალები კაცებზე დიდხანს ცხოვრობენ და გირჩა სტანდარტები დაადაბო. წარმოცისიზი, რა სიტყვი? აი, ნომერი. დამირეკე ხოლმე. ოჩახ, გამოგივიდა. მართლა. და აი ღვეზელიც. ჩვენს ხარჯზე. ხოლო ჩვენთვის. შევძელით. როდის დაურეკავ? ახლავე? მოგიური არ გვაქვს. მოდი ვიყიდოთ. საკრედიტო ბარათი გავაკეთოთ. მეიბელ, ღვეზელი დაგვრობა მაცადე. დიპე. დაბრუნდა თავის ფორმას. მეორე მხრიდან გიყურებ. ჩემი ხმაც მეორე მხრიდან გესმის. მეიბელი ბედნიერია. დამინახე? კი. რა ხდება? არ მინდა მზილობარები. კარგია, ნახევრად ადამიანებთან და ნახევრად ხარებთან ვიყავი. დაიწყო. სულ რაღაცის გაკეთება დამავალეს. მე კი უარი ვუხარი. შენ კაცობა გამოიჩინე და საკუთარი სწორად მოიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ არავინ გეთანხმებოდა. ჩემთვის ეგ კაცობას ნიშნავს, მაგრამ მე რა ვიცი. ოჩახსტენ. მე ჩვენება თუ კერძეთ მაგაქვს.
მაქვს. აგარია. აი ესე მიიღე პიტო ტავრო. პიტი ტავრო? ამ ბიჭს მკერდზეც მაქვს. ის განადგება. დუღელო, მე ოდნავ მაინც თუ მგავხარ კიდევ ამოვა. შეიძლება. არ არის საჭირო. სერიოზულად, მართლა საზღურება. მართლა. აღონდ ისე ვარა. უნდა მე შეყობინება. გამარჯობა სიმპათიურო. აა. სუზენი ვარ. დოდა ნახავდი. ჩემს კატერსაც უნდა გიგება. დონალდ მიესალმე. სიანი მიესალმე. მისტერ კატის სახა შენი ჯერია. მისტერ კატის სახა. მოკლედ გადმომირეკე. ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები. ალექსანდრე ხუროსბედიანიდან ესთან ხახობია. მის რეჟისორი ზურა კოკიანი. გახმოვანებულია აჯერანეთკომის მიერ. კარგი იყო. ეს სერია მართლა კარგი იყო. არ ვარ დარწმუნებული რამდენად აჯობა მეხუთეს, ანუ მეხუთეს ვერ აჯობა. მაგრამ აშკარად ღირდა ამის ყურება. მთელი ეს ამბავი, იმაზე რა ქვია, კაცოტავრების და სტენის ცალკე საინტერესო იყო და მომეწონა როგორ აჩვენეს ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაუკავშირეს, მსგავსი პრობლემა იყო. პრობლემა კი სხვანაირი იყო, უბრალოდ დიპერსაც და სტენსაც ორივეს შეცვლა სჭირდებოდა. ოღონდ საქმე ისაა, რომ დიპერს თვითონ უნდა რომ შეცვლილიყო, უფრო დაკაცებულიყო, უფრო უფრო კაცური გამხდარიყო და სტენს აქეთ სტენი არა კლასიკური სტენი. უბრალოდ მეიბელს უნდა რომ შეცვლილიყო იმისთვის რა ქვია. და უკვე დამავეცნა კუკოს სახელი. ყოველ შემთხვევაში რომ მოეწონებინა თავი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა რომ არ სჭირდებოდა შეცვლა, უნდა დარჩენილიყო ისეთი, როგორიც იყო და ეგ სიმართლე, რეალობაში ბევრი უშვებს მაგ შეცდომას და დღესაც მაგალითად ძალიან აქტუალურია ეს თემა და მომეწონა რომ Gravity Falls-ში აჩვენეს. ასევე უფრო მეტად ის მომეწონა რომ აჩვენეს კაცოტავრები როგორც ვითომ კაცები, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ კაცად წარმოაჩინონ თავი და სინამდვილეში არ არიან, თვითონაც ვერ ხვდებიან ამას. ისეთი ცუდი ჩვევები აქვთ, ისეთ ცუდ რამებს არიან მიჩვეულები, რასაც კაცობად თვლიან და კაი ტიპობად, კარგ ადამიანობად თვლიან და მაგის გამო პირიქით უფრო იფუჭებენ თავს, იმახინჯებენ თავს უხეშად რო ვთქვათ. ტიპერი არ აყვამათ საბედნიეროდ და არ დაუშვა შეცდომა, არც სტენმა დაუშვა შეცდომა, იმიტომ რომ სასაცილო ის არის რომ რასაც ცდილობდა რომ როგორც ცდილობდა შეცვლა თავი შეეცვლა ტიპერს, ზუსტად იმის საწინააღმდეგოს უკეთებდა მეიბელის სტენს და საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს რომ ორივენი დარჩენილიყვნენ იგივე როგორიც იყვნენ. ეს მომეწონა. კარგი სერია იყო, აშკარად ბევრს გადმოგვცემს, თავი სწორად გაიგოთ რა თქმა უნდა ამ სერიის აზრი. თორემ აშკარად ვატყობ რომ იქნება ბევრი შემთხვევა რომ არასწორად გაიგებენ. მაგრამ ხო სერია მომეწონა, საერთო ჯამში, არაფერი ისეთი განსაკუთრებული, არც სიუჟეტური არაფერი, უბრალოდ კარგი შემეცნებითი სერია. იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ადამიანი უნდა იყო და რას ნიშნავს ადამიანობა, რას ნიშნავს კაცობა და რა შეცდომა არ უნდა დაუშვა ცხოვრებაში. აშკარად კარგი იყო. მეხუთე სერიას ვერ აჯობა, იმიტომ რომ მეხუთე სერია მომწონს, ამ სერიაში კიდე ვენდი იყო ნაკლებად, ვენდი რაღაც ძალიან მომეწონა როგორც პერსონაჟია და ახლა კიდე უფრო ხშირად მინდა რომ გამოჩნდეს. თორემ მაგერ ყველაზე ნაკლები ხანი მენდი იყო ეკრანზე და შემდეგი სერია არის
სხვადასხვა შემდეგი არის დიდი ალბათობით ბოლო რომელიც მე ნანახი აქვს ამიტომ მერვე სერიიდან უკვე გადავალთ ჩემთვის სრულად უცნობ სერიებზე და ნანახი მაქვს რომ ამბობ ანუ ეს სერიაც ნანახი მქონდა მაგრამ დათვის ამბავი არ მახსოვდა ანუ ძალიან დიდი ხანი იყო გასული და დიდად ძალიან არ მომწონებია მაშინ პატარა რო ვიყავი და იმითომ არის რომ 80% დამაუწყდა და ამ სერიას ქვია Double Dipper აი ეს სერია მაგარია ფაქტიურად არ მახსოვს რა ხდება ზუსტად როგორ გაჩნდნენ ეს ტიპერის კლონები მაგრამ მახსოვს რომ ძალიან მომწონდა ადრე და ძალიან მომწონება იმედი მაქვს ახლაც დაწუნებული ვარ ძალიან მომწონება ახლაც იმიტომ რომ ყველას მოწონს ეს სერია ყველას არა მაგრამ უგეთესობას მოწონს ვისაც მე ვკითხი კლონების შესახებ და ასე რომ წავიდეთ და ვნახოთ Gravity Falls პირველი სეზონის მეშვიდე სერია 3-2-1 დავწყეთ ვინმეს დაბადების დღისთვის მომზადებით თუ მიდო რაღაც კარგად ვერ ვარ მე მებუძია რა გოჭამი ასეთი ვაუ სოლა ბაბუძია აშკარად რაღაცაში არ არის კმაყოფილი ამით საღობენდი აკროსფერი ნაჭრები კარგი წვეულების მარაგინო შეამცირეთ მისტერბაინს მე ეს მართალია არა ვიცი ვიფიქრე წვეულებაზე ბავშვები ბევრ ფულს დახარჯავდნენ ქოხში აჰა ჩვენი ანუ ჩვეულებრივი უმიზეზო წვეულება გვაქვს იქნებ მსგავსი კომენტარების გამო არ მოდიან ბავშვები მის თილქოხში რამეში გამომადე კიდეს ფლაიერები გაამრავლე Party at Mystery Ship, some teenagers welcome free. გალენდერები მაისურები და ყველაფერი იყიდება ასლების მაღაზიაში. ეს მათი სლოგანი არის. ასლების მაღაზიაში. დასვლა საჭირო არ არის. ჩემს კაბინეტში ძველი ქსეროქსის მანქანა მაქვს. როგორც იქნა შევაკეთე და ახალი ვითა. ატყობებს ეს ქსეროქსის მანქანა ცოტა სხვა ფუნქციასაც შეიძენს ახლა. ნუ ეს ჩვეულებრივი ფუნქცია. ეს უკვე საშიში ფუნქცია. უგან დაიხია. აუ წალით ხო გამახსენდა. ადამიანების ასლებსაც ქმნის. არა ეს ცუდი დრო იყო მე გევიცი ეს რასაც ნიშნავს Gravity Falls. ვეულემის კალბოდა დიპერი. სვეულემის კალბოდა დიპერი. სუს, რადგან უფრო ხაზად მუშაობ თანაც შემევედრე, უფლებას გაძლევ DJ იყო. უხელფასად მუშაობ? ისე მისწავლე როგორ გავხდე DJ. ალბათ ვინანებ. სერიოზულად? შენ და მეიბელი ბილეთების მაგიდასთან იქნებით. ეს წვეულება ჩემთვის შანსი ახალი მეგობრები გავიჩინო. მე ვიქნები ვენდისთან. ხვდები რომ მთელი ღამე მხოლოდ შენ და ვენდის მოგიწევთ ერთად ყოფნამ, სხვას ვერაფერს გააკეთებ. მეტი ერთსერაფერი ვიდა. მარტოები იქნებით. მეტი მართლა არაფერი ვიდა. რა იყო? მე ვიმუშავებ შენთან ვენდი. ვაკოცეთ ერთმანეთს.
გრამდენიც გინდა იცინე. მე უკვე გეგმადავ სახე როგორ უნდა იყოს ჩემი და ვენდის როყოფილი საყანო. გეგმა? ისევ თურისიები ხომ არ დაგიდგენია. თული? ახლავე გაჩვენებ. დაიჭირე? ესე იგი? აბიჯი პირველი, ერთმანეთის გაცნობა თამაშებით. თამაში საუბარს გავს, მაგრამ უფრო ტყვიანურია. დებილური აზრია კუკუს თავიანებისთვის. დიალოგი არავითარ შემთხვევაში ვენდისთან არ განმეორდება. ბოლო ნაბიჯი და მასთან ცეკვა. ვიპერ, აა, მიხარია რომ ჩემთან ერთად მუშაობ. რატო წარმოდგენია თავი შენი სიამაყე. ასეთ ვენდის მაგალი რატომაა? თუ ნაბიჯებს სწორად გავყვები, წინ არაფერი გადამეყობება. საკუთარ თავს აღობები წინ. არ შეგიძლია ნორმალური ადამიანები დაელაპარაკო? მეცხრე ნაბიჯი. ლაპარაკი ნორმალური ადამიანია. გათვალისწინებული მაინც აქვს მე. იცის თუ არა ბაბუძია მწვეულების მოწყობა? კარგ ფორმაში კი არის. ელვის ხმა. სუზი ისევ ისეა. თუ ვინმე წასვლას დააბირებს გასვლად $15. მეიბელი საჩუქრის ხუთს გავს. შევიკეთეთ. ნაბიჯი პირველი ჩვეულებრივი დიალოგი. აი ჩვეულებრივი შეკითხვა. რომელია შენი საყვარელი? სასუსნავი. ერთი სამრჩევა არ შეგიძლია. არ არსებობს ჩემიც. მე ვამბობდი? ახალი თემა. ეს უკვე ჩაიშალა. მართლაც ეს საჩუქრი ხუთს გავს გეუბნებით რა. სხეულზე ცხოველი გაქვს. მე მეიბელი ვარ. მე გრენდა, ეს კენდია. აჰა. თითებზე ჩანგლები რატომ გაქვს? ადამიანის განვითარებისთვის. ჩემი ადამიანები ვიბონე. ვინც ყველაზე კარგად გაერთობა წვეულების გვირგვინს მიიღებს. მამაღალიტაში გადაწყვეტს გამარჯვებულს. წვეულების გურგვინი, მე ავიღებ. მადლობა. ეს ვინ არის? ყველაზე პოპულარული გოგო ქალაქში. პასიფიკა ნორდფესტი. მის პასიფიკა გვერდით ნორდფესტი. გვირგვინს ასევე ვერ 100 წელი ვერ დავიმახსოვრებ მაგ სახელს და გვარს. მე ვინ შემეჭი? დავიმახსოვრებ, ჩანგლიანი? მაგრამ ამ სერიაში ვერა. თუხლიკიანი. ჯამი. მეიბელი, ჩვენი ადგილი აქ არ არის. მეიბელი კი შეგეჭირება. მე შეგეჯიბრები. მეიბელი მქვია. სუქანი მოხუცი ქალის სახელს გავსი. კომპლიმენტად მივიღებ. და ეუკეთესმა გაიმარჯვეს. გამიხარდე გაცნობა. კარგი, ეს საინტერესოა. წაულება ნელ-ნელა ხურდება. დაებრძოლა გვირგვინისთვის და იწყოს. მეიბელი ძლიერი ჩანს. ხილად. იქ უნდა შევიდე. სუსიკაი კომენტატორი კი არის. მე? მადლობა. ეს უკვე აღარ შედიოდა ტიპერის გეგმაში. დენი არაფერს იტყვის. რასაკეთებ? ეს იდიოტები ბილეთებს თვითონ ხომ ვერ აიღებენ? ხო. შენ დაპირდი არ გახსოვს? დაპირდი? დანახმავარ. და აქედან მოვა აზრად კლონების, ხო? ახლა მივხვდი. კლონი რომ მიჭდეს აქ და თვითონ რომ ვენდისთან იყოს. მიგვირს აქ რომ წახვედი. დედების კარგი აზრია. ანუ არც ერთი წამით არ გამოგიშვებას და ცუდი აზრია ეს. დიდი თავი მაქვს. გოდიში. ბაბათი, ჯერ შენ. ნუ ბაძავ. კიდე ყვი. შენ იქნები ნომერი მეორე. არა. იცი რა სახელი მინდოდა სულ? დაირონი?
ირონი. მიხედოთ აირონ. შენ ბილეთების დახზე იქნები მე კი ვენდის სეკვას ვთქავ, კარგი? ვიცი გეგმა მეგობარო. გეგმის ასლიც შექმნეს. ჩვენ ხომ არ ვიეჭვიანებთ და ერთმანეთთან და უპირისპირდებით, ხომ ასეა? დანაწყობ შეიძლება? საქმეც ისაა, რომ შენ დიპერი ხარ. ხო. ერთნაირად აზროვნებთ. ხო. და ორივე იეჭვიანებთ. კარგი ამბავი აქვს. შემოსასვლელში სხვა მჭამანაცვლა. მაგარია. ახლა ჩემთან ერთად და რუბისთან შეგიძლია გაერთო. ო, ხომ გახსოვს მაღაზიიდან? არა. ვენდი, ნახე ჩემი ახალი გიტარა. მაგარია. რობი, შენ ამაყი იდიოტი ხარ, მაგრამ მაინც გაკოცებ, რადგან გიტარაზე უკრავ. რაღაც მაგაცნება. არა. ახლა ვედავქორწინდეთ. ამას ნამდვილად არის. შენ ვარ. მეც იგივე ფანტაზია მქონდა. თუ ვენდისთან შემოვიდე. მეც იგივე ფანტაზია. რომ რჩები შემოგვიერთდი. არა ტახტეს ხდებიან. რამე უნდა მოვიფიქროთ. იდეა მაქვს. მესამე დიპერი გჭირდება, მაგრამ დახმარება და გჭირდება. და ამ დროს შენ შემოდიხარ სამო. მაგრამ რობიმ რომ დამიჭიროს, მარტო ვიქნები. კარგი, კიდევ ერთი კლონიც, კარგი, მართალია. ეს რამდენ კლონს შექმნი საბოლოოდ? კაღალდი გაიჭედა. ეს არ არის კარგი კლონი. ხომ არ ვიქნები. ნუ ხარ უხეში. ყველაფერი დიგზია. წყალი შეასხით და დაადნეთ როგორც წინა. ვაუ. მეც ასე მღეროდი, სანამ ხმა შემეცლებოდა. პასიფიკა წინ მიიწევს. საკმაოდ ისეთი უცნაური ხმა გაქვს პროფესიონალი მოჭიდე. ორიგინალში. მინდა თავზე რამე წავახვიო და ტკივილიც ვაკუთნობინო. ჯერ არაფერი დასრულებულა. დებო, ახლა მეყურეთ. სუს 90-იანების ყველაზე საყვარელი როკ ბალადა ჩამირთე. შვენიერია. გახმოვანებულია აჭარანით კომის მიერ. ახლა სალტოს გავაკეთებ. ეს თქვენ გეძღვნებათ. ვერცხლისფერი და წითელი ველოსიპედის ფლობელი საყურებლობთ. ახლა მას იპარავენ. რა? დიპერები. დაბრუნდით. დავინები არიან. თუ მე არა, რადგან მე აქ ვარ. ახლა დავწმერდეთ. ალბათონებოდა და ვინ? ვენი? დიპერ. მიყვარს ეს სიმღერა. ახლა შენი დროა ვენდის წეკოთხოვა. მიდი, ნუ შანსი გიგავს. მიდი. ახლა დავბრუნდები. კარგი რა. ასე უბრალოდ ხომ არ ვეცეკვები. საცეკვაო მოედანი დანახმულია. იქნებ ხმის სისტემა გაიჭედოს. სტენი გზაზე გადამეღობოს. რობი დაბრუნდეს. ბევრი ვარ გინდია. დახმარება გჭირდება. რაღაცა ქმნით ასლებს, როცა აზრი არ აქვს რამდენი ტიპი. ვაი, მერტო, რამდენი ასლი შექმნი. 10. დიბერებო, შემოგროვდით. ყველა მიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ეს იგივე 10 დიპერი. მიხარია რომ გავიხედე. იმედი არ გაცურებულა. არ დამოვეგებიან გესე. ამისი ფული.
თქვენი დროა. იდეალური მომენტი რომ ვენდის ცეკვავთ ხოლო. წარმატებები მე. წარმატებები არ მჭირდება. გეგმა მაქვს. რა შევიდი ვერ? აქ რა გინდა? არაჯობებს იცეკვოს ზუსტად 42 წამში? საბირფარეშოს რიგში ვარ. პატარა დიალოგი. წარმოიდგინე. დღეს არა ტიპერის დღე. ტიპერების დღე. ჩემი აზრით ეს შეშლილი. ტიპერების დღე კი არის პრინციპში. ჩემი აზრით კი ის. იმიტომ რომ მაღლები კოკოსებს მიწვდებიან. მაღალზე გამახსენდა. რაღაცას გაჩვენებ. აი, ჩემი ძმები და მე. ძმების ხავს. ახინჯი იყავი. ჰა, იცი ბავშვები ჩემს აუ. ნიშანზე ისწრებდნენ ძმები და კარგი. მოვუწევდი. ნიშანზე? არაფერია, რა დამახსენე. ახლა აუცილებლად მომჩვენე. მოჩვენე. მიდი ტიპერ. დიდი კოვსი. მეგონა მშობლებმა დაგარქვეს ტიპერი. როგორც ჩანს ორივე მახინჯები. ეს დამალოდა. მოიცეს რა არის? თანავარს ყვავედი არის ახლა. დამალოდა კარგი? ეს გოგო დავინახე. გამწარებული. დასაკეთება. ნომერი 15 წუთია სულ სტარტობს. ოდესმე დაიღლება. არასდროს. ვერ დაიჯერებთ მენდის შემხვდა და ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. კარგია, მაგრამ გეგმაში არ წერია. რომელ შეგახსენოთ? გეგმის მინუსიც ეს არის. იქნებ გეგმა საჭირო აღარ არის და მას ნორმალური ადამიანი ვით დაველაპარაკოთ. ენას თბილი დააჭირე. თუ გეგმას არ მიყვები, იქნებ ვენდის ღირსი არ იყო. უბრალოდ შეხედეთ. ყველაფერი გამოგივიდეთ, როცა ბიჭებო, გეგმას არ ის მიყევით. რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდებოდით. ყველა მიცოდა რომ პუილი იყო. ეგ სიმართლეა თუ ერთმანეთსო და სამწუხაროდ იცოდა ყველა. მოიცადეთ. ვერ სუნთქავ. მან ჩემთვის სასუსნავები და გასაფერადებელი წიგნიც გია. აზრი არ აქვს საკუთარ თავს, შენ ვერ მოათხოვებ. რადგან ახლა ორიგინალი ტიპერი ღირსეული აღარ არის, მე ვისეკვებ ვენდისთან. ყველაზე ხმიერი მე ვარ, მე უნდა ვეცეკვო. ლოგიკურად ხომ ასეა? მართალია, მაგრამ იქნებ მე ვეცეკვო ვენდის, რადგან ყველა ახლა ყველა დაიწყო. არანაირი აზრია მაგაში. აზრი შენში არ დევს, გაიძიე. რეგერები არ გინდა? ბიჭებო. ეს უფრო ნახას გავს ვიდრე. გავიქცეოდით. სერიოზულად. ვენდი. დანებდი, რაოდენობაში გჯობი ვართ. დაფიქრდით ჩვენ ზუსტად ერთნაირები ვართ. თუ დავიწყებთ ჯგუფს, სამუდამოდ გაგრძელდება. მართალია. აჯობებს დავნებდეთ. მაგრამ 9-ზე თუ ვიქნებით, ლანები ჩხუბი. დომირდგამ. ეხობათ მე ვარ. ომშევდი. ორიგინალი ტიპერი იპარება. მე შვიდობერი რომ დაიგრა. მე არ ვარ ბიჭებო. დაიჭირეთ. დაიჭირეთ. უკან დაიხიეთ. წყალი. მათ ეს დაიმსახურეს. რაღაც უფრო კი დაიმსახურეს. ოჯახ. შენ. ახლა დარჩით ერთ-ერთზე ტიპერები. ერთი სიმღერაც და შემდეგ გამოცხადდება წვეულების გვირგვინოსანი. ის იქნება? გამომივიდა. პასიფიკა, მინდა გითხრა, ვინც არ უნდა მოიგოს, კარგი წვეულება იყო მაინც. მას გონია რომ გაიმარჯვებს. გესმით? ხალხი უცნაურ გოგოს უკრავს ტაშს. ვაუ. მე შემიძლია ვენდისთან ცეკვა. ცოდვა. არასდროს.
და პასიფიკა მაგრამ გონია გაიმარჯვოს სიმართლე გითხრათ. რობი, აი, მოკიდე. რობი კიდევ გვიბრუნდა. გავაფუჭეთ ყველაფერი. არ ვიცი, გინდა ლიმონათი დავლიოთ. დაიხმის. შეიძლება რომ ამისთვის ლიმონათი არ მოკლავს? წარმატებებს გისურვებ, მეიბელ. დაში დაუკარით მეიბელს. მეიბელ, მიდი. გავზომოთ აპლოდისმენტები. ძალიან კარგია. შემდეგი მონაწილე პასიფიკა. მეიბელს უფრო მეტი შემოდგება გავს. კარგი რა. თანაბარი შედეგია. აქამდე ეს არ მომხდარა. ვაუ. გალბატონებო და ბატონებო, გამარჯვებული ყავს. იანური იყო. და ეს არის პასიფიკა ნორთვესტი. მადლობა ხორხეს. და ყველას. კარგი, რატომაც არა. წავედი ჩემი მშობლების ძვეულებაზე გემზე. ვაუ. როგორც ჩანს მართლა მდიდარია. ბავშვი. მაპატიეთ რომ იმედები გაგიცრუეთ. გაგიგებთ თუ წასვლა გინდათ. მე ღამეს აქ ვერ გავადებთ. რა? გვინდა მშობლებს ტყუოთ რომ ამაღამ აქ დაგტოვონ. შენ ნამდვილი რო ყვარსკვლავი ხარ. მე ბიჭები ჟურნალი მაქვს. მართლა გოგოება? ოჩახ. შეიძლება მეგობარიად ყავს, მაგრამ ერთად ვართ და ეს. მეგობრები შეიძინა. სოს. კიდევ ერთი სიმღერა გავუშვი. თელი ღამე გავერთობით. ისედაც მაგას ვაპირებდი. ცეკვა. სუსტაც კი მოსწონს აქ ყოფნა და ახლა გავბრუნეთ ტიპერებს. გონია ვენდისთან ოდესმე შანსი მექნება. ის 15-ისაა, ჩვენ კი 12-ის. ეს 15-ისაა. მედია გექნება, მაგრამ წინს ვარ. ლებერგი ვითხრეს. ეს ყველაზე კარგი ის იყო რომ ნუ კარგი, დიდად არ არის განსხვავება ვიცი მეიბელი მათ შორის. ჩემი გზა შანსი აქვს. პირდაპირ გაგებით. აი. აუ, აქეთ არ გამოიხედო. დაირონ. არა უშავს, ამას ველოდი. დაიმახსოვრე, რასაც ვლაპარაკობდით. რა თქმა უნდა, ვენდისთან წესიერად მოიქეცი. ჯეიმს გამო მაინც. დაირონ. ხოლო ჩენ გესმოდა ჩემი. კარგი. შვიდობით მაშინ დაირონ. უბრალოდ არ იგრე. დიპერ, სად იყავი? ჩემი მეგობრები გაიცანი. ამით მომთავრებთ. მეგონა ვენდისთან მივიდოდა და გვაჩვენე. ვაუ. როგორც ჩანს სუსტაც მოწონდა. არ მოგატყუებთ, კაი დიჯეი იყო. ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები. ალექსანდრე კურასბედიანი და ნესტან ხახუბია. მის რეჟისორი ზურა კოპლიანი. ვიბავე. გახმოვანებდა აჯარანეთკოვის მიერ. სუს. კარგით მაშინ. ეს იყო ესე იგი, კარგი ბრუნდით, ამოჭრა მომიწია და ეს იყო Gravity Falls-ი პირველი სეზონის მე-7 სერია. ტიპერის კლონები. ნუ, ეგრე არ ერქვა სერიას, მაგრამ მსგავსი სათაური ქონდა, დაბლ ტიპერ მგონი, ორმაგი ტიპერი. ნუ, რაც იყო. ნახეთ ესე იგი, ტიპერის კლონები, რომლებიც მე ყველაზე კარგად მახსოვდა შაშან წინდალიდან. კარგი იყო, კარგი სერია. რამდენად მომეწონა მე-5-ზე ძალიან, არ ვიცი, ანუ ვეტყვი რომ დაახლოებით ერთ დონეზე არიან, იმიტომ რომ სიუჟეტიც ორივე სერიის თითქმის ერთნაირი იყო. ტიპერი ცდილობდა ვენდისთვის რომ მოეწონებინა თავი და ვენდიც ახლა ყველანაირად როგორც შეეძლო ისე ეკონტაქტებოდა და
ისე კარგად ეწყობოდნენ რა ერთმანეთს, მაგრამ ახლა სიყვარულის თემა ტიპერს და ვენდის შორის რამდენად გამოვა, არ ვიცი. დიდი ალბათობით არ გამოვა, იმიტომ რომ ცალკე ვენდის რობი ყავს და ცალკე ასაკითაც ვენდი 3 წლის დიდია. მაგრამ რავი, ანუ 15 წლის არის ვენდი, 12-ის ტიპერი და არ არის დიდი განსხვავება, რომ ვთქვათ 3 წელი ახლა. ცოტა უცნაური კი გამოვა ახლა გოგო რომ ბიჭზე 3 წელი დიდი იყოს თან ამ ასაკში, მაგრამ მაინც ძალიან დიდი განსხვავება არ არის და შანსი შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა მე ვიტყვი, ჩემი გადმოსახედიდან არ ამგონია. ისე სერია იყო კარგი, ანუ ტიპერის კლონები რომ ნახეთ მომეწონა, ანუ ფაქტობრივად ტიპერის ჰქონდა დაპირისპირება საკუთარ თავთან, მიხვდა რომ არ იყო საჭირო მხოლოდ ერთი გეგმის მიხედვით რაიმე მიზნის მიღწევა, ანუ ამ შემთხვევაში ვენდის გულის მოგება ბრჭყალებში ჩამსვა და ვნახეთ ასევე მეიბელიც, რომელიც ცდილობდა რომ ჯერ მეგობრების შეძენას ცდილობდა და მერე ცდილობდა კონკურსში გამარჯვებას, თუმცა ქალბატონი, რომელიც სახელზე ვთქვი უკვე რომ დამავიწყდებოდა და დამავიწყდა კიდეც, უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, უფრო პოპულარული, ახლა ყველაზე პოპულარული ბავშვია, როგორც თქვეს, სოფელში თუ ქალაქში და ხო, გადაუჯოგრა მეიბელს ამ უსამართლო ხერხით. და ხო, სამწუხაროდ ახლა სუსტაც არ უნდა გოგოს გამარჯვება, მაგრამ ხმების რაოდენობა მასე გადაწყვიტა, რომ მეიბელმა წააგო. ასე თუ ისე, მეიბელმა შეიძინა 2 ახალი მეგობარი და საერთო ჯამში კმაყოფილი დარჩა. მომეწონა სუსიჯი DJ-ის როლში, გაიყო აშკარად, ანუ აშკარად იცის წვეულებების ამბები და აშკარად გაიგება ყველაფერი. და ტიპერის და ვენდის დუო, რა თქმა უნდა, უკეთესი შეიძლება ყოფილიყო და უკეთესი ველოდები არ გულისხმობ წყვილს როგორც შეყვარებულებს, უბრალოდ მინდა რომ რამეში ან მაგალითად ბრძოლაში თუ დადგება ასეთი მომენტი, რომ კონკრეტულად ტიპერმა და ვენდიმ ერთად წარმოაჩინონ თავი. ისე სოლიდური სერია იყო, მომეწონა და უყუროთ მესამეს, უბრალოდ მერვეს. წესით ეს სერიაც არ უნდა მქონდეს ნანახი, იმიტომ რომ მახსოვს რომ ეს იყო რა ქვია. მე-7-ს ჩათვითქოდა ნანახი, თუმცა მე-7 ან მე-8 არ მახსოვდა ზუსტად, მაგრამ დავწმუნდები ახლა მაქვს ნანახი თუ არა. Irrational Treasure. სათაურის საინტერესო ისე განზის მოსაზრებით თუ წავალთ, აი მერე ნახეთ. დავიწყეთ მაშინ Gravity Falls-ი პირველი სეზონის მერვე სერია. 3, 2, 1. ნაჭასაყურები. სასაცილო ვარ. ეგ საგმარისია. რა ჭირს ამოძრაობას? და ყველგან ეტლები რატომ დადიან? არა, ოღონდ დღეს არა. ეგ მართლაც საინტერესო კითხვაა. დღეს არა. რა ხდება? გაბუზია რა ხდება? აქედან უნდა დავახციოთ. ალყა შემოგვერტყეს. დღეს რამე ესასწაულია? მოსაუქმეებში დაბრუნდით თუ რა ხდება? საინტერესოა. უჩვენე დღეს ესწავლია რამე. არ კარნავალი. კარნავალი იგივე დღეს ესწავლია. თითქმის. გამოდია ეს ისე. ამიტროსი. Gravity Falls-ი. გახმოვანებულია აჯარანი ფილმის მიერ.
გალაქჩეხები. პიონერი ბენზური დღე. მინა. აა, ბენზური მინა. პიონერების დღე. პიონერების დღე. ყოველ წელს ეს იდიოტები Gravity Falls-ის დაარსებას ეიმობენ. Gravity Falls-ის დაარსებას. აა, Gravity Falls-ის დაარსების ისტორიას რა გავიგე? გადაგურებ პატარა კაცო? ნახე, სამთლის დამზადება. ოქროს ჭედვა. ზოლგმრად გაცხადებთ. თანახმ. რას ამბობენ? ხო, გამახსენდა. აუ, Gravity Falls-ში შენი წიგნი. გორწინება ადრე ლეგალური იყო. ისე სერიოზულად? ძალიან ლეგალური. მობძანდით გახსნის ცერემონიალზე. ბაბუძია, მოდი ხარ? არა. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, თუ სახლში ამათნაირი აქცენტით დაბრუნდებით, ჩემთვის მკვდრები ხართ. თალგამის სტარტაპში მარადიორები არიან. ჩემი სავეჭრო ჩანთა დამჭა. ჩემთვის მკვდრები ხართ. ყურადღებით მოვიდგენია. გახსნილა. აუ, ის არის გოგო. მე კი ზარი მაქვს. პოლიცია, ჩანთა მომპარეს. ლინგლინ. მართლა უყვარს თავისი ზარი. იმას ესეც ლეგალური იყო? ხალხო როგორ ხართ? ყველანი მიცნობთ. პაციფიკა ნორთვესტი. ქალაქის დამაარსებლის ნათანელ ნორთვესტის შთამომავალი. თანაც ძალიან ნათანელ ნორთვესტი. აა, ქალაქის დამაარსებელი შთამომავალი. ანუ მაშინ სცენაზე ამოხვიდეთ და თავი ხო, დარგვიდეთ. მაშინ მივხვდი. რატომაც არის ესეთი პოპულარული. ეს გოგო შენი და რატომაც არის დიდარი. ეგ წარსულ შაბათა. ვითომ? ჩვენი ახალწეული არის. მეიბელი. დავიწყოთ პიონერის სწავლება. ხომასია. ამერიკა. 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 ვაუ. ნამდვილად ემოციური ეტიპი. პიონერის დღე სერიოზული ადამიანებისთვისაა, შენ კი სულელურად იქცევი. ყოველთვის ასეთი იდიოტი ხარ? ვაუ. შემიძლია სერიოზულიც ვიყო. ყურებზე ნაჩვეები გაქვს. შენ მაგივრად მიმცხანია. დავეხმაროთ. ნუ, ახლა კი ჩემზე ვისაუბროთ. უგაცრავად. ეს არის ყოველი სექციები. მინდა გითხრათ. სრულყოფილები ხართ. კარგად ხარ? ძველებური ირისი მჭირდება. დავედით აქედან. შევირიანო, დამეხმარე მანქანაზე. ვირიანო. 1873 წელში სიტყვა მანქანა არ მსმენია. თანაც არ ვიცი ეს მაგიური ყუთია თუ სტივ, შენ ხომ მექანიკოსი ხარ? შეაკეთე რა. ჩემთვის უცნობია ყველაფერი. აღარ შემიძლია. უფრო და უფრო მადებილებთ. ჩვენი ჩართვა ხომ არ არის საჭირო? კონსტაბლი. რასიზა მოედანზე დამაბამ? კარგით რა. კი. მოედანზე დაგაბავს. მაგრად გაცვია კიდევ. კიდევ? ნაკლებად გოგოური ჩანხარ. ვაუ, ნაკლებად გოგოვიჩ. მე ჩვეულებრივი პომიდორის გამყიდველი ვარ. ერთი დამივარდა. კიდევ ერთი. პიონერების დღე. არ მეგონა თუ გიდეონს ასე მაგარ ნახავდით. შეიძლება რაღაც კითხო. კი ველოდებოდი ისე. გონია რომ სულელი ვარ. არა. ვიცოდი. ნაჩვენს საყურეების და სვიტრის გამო ხალხი ხუმრობად მთვლის. ნაჩვენს საყურეები. სასაცილოა, მაგრამ ხომ გიყვარს? მიყვარდა სანამ პასიფიკა. ეგეთი ფორმის კი მოუხდებოდა. ყველაფერს აფუჭებს. პასიფიკა. რატომ გონია რომ რადგან ქალაქის დამაარსებელს ენათესავება ყველაფრის უფლება აქვს? ეგრეა. მის დიდ ყოველთვის ეგრეა. ეს რაღაც ეწერა. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად. შეხედე მაგარია. ჩემი გამოძიების ხმას მქონდეს თუ? კარგი, უბრალოდ წავიკითხავ. ჩემი გამოძიების მიხედვით, ნათანელ ნორთვესტი შესაძლოა არ იყოს Gravity Falls-ის დამაარსებელი. დამადასტურებელი სამხილი და არქივებულ დოკუმენტებში უნდა იმალებოდეს, მაგრამ კოდის გახსნა არ შემიძლია.
ო, მე თუ ეს თუ სიმართლეა? პასიფიკას ოჯახის წევრები მატყუარები გამოდიან. მე ცოტა სხვა რამეში ვამჩნიე. მართლა? უნდა გამოვიძიო. პირამიდა. უბრალოდ სამკუთხედი. სახიფათოა. რა თქმა უნდა. თუ დაგეხმარები, მასულელად არავინ ჩემთვლის. მისტიური ტყუბები ვართ? მეგონა არ მოგწონდა. ნელ-ნელა ვეჩვევი. შერიფი ბლაფსი ვარ. ოპა. ოდისები გვაქვს. და შერასაკეთებ. მათ მიყვები. შეცდომა არ უნდა გაჟონოს. აჰა, ანუ გავშირის დასასრული. გასაგებია. დანაშემწე დარლენდო. ჩვენ ამ შემთხვევისთვის მემზადებოდით მთელი კარიერის განმავლობაში. მზად ხარ? მაყოფილება რომ დანაშაული იყოს, კანონს დაარღვევდი. წავიდეთ, დავიჭიროთ. სასაცილოა. ადრე ასე ცეცხლთან ამბებს ყვებოდნენ. ახლა წიგნები შეჭამეთ. ჭამეთ. მიდით ბავშვებო. არა. მადლობთ. კარგი მეიბელ, თუ დავამტკიცებთ რომ ნათანელს Gravity Falls-ი არ დაუარსებია, პაციფიკას პრობლემაც მოგვარდება. საიდუმლოების ამოხსნა კი დაამტკიცებს, რომ სულელი არ ვარ, სერიოზული ვარ. სერიოზული. კოდი უნდა გავტეხოთ. ეს ეგვიპტურია? ციფრები არ არის. მოიცა, რა თქმა უნდა. სამკუთხედი ალქიმიკოსის ალის სიმბოლოა. ცეცხლი გამოუჟღავნებს სინამდვილეს. აშკარაა. მოდი დავწვათ ეს. კარგი. კოდი გავაკეთე. იქნება უნდა დაწვათ, იქნება მიენათოთ. მოიცადე. რუქის ფორმაზე დაკეცე. აა, მე კიდე უნდა დამეწვა. ორ ბავშვი ეძებთ, რომლებიც შეიძლება კითხულობენ. მათ ზეიდუმალი მიზეზის გამო ვნადირობთ. სხვაგან უნდა დავიდეთ. ეს რუკა Gravity Falls-ის მუზეუმისკენ მიგვითითებს. ეს მართლა საინტერესოა. უნდა შევიდეთ. Gravity Falls-ის დაარსების ისტორია. ეს თქვენი უფასო შესასვლელები და ბუშტები. ლორდი ო. და ვარდისფერი. მაშინ ლეგალური იყო. ახლა რა ვქნათ? ტომას ჯეფერსონის გალი ამოვიპაროთ? არა. თომას ჯეფერსონი. შემდეგი მინიშნება უნდა იყოს აი აქ. აი აქ. სტრაფად უნდა ვიმოქმედოთ. გული მიგზნოს. სამკუთხედის ფორმა აქვს დასაკითხად ამასაც. არ მოსულან ბიბლიოთეკაში. ბონის არიანმა კითხვას უმარიცეს. ეს რა არის? ჩემმა კომპიუტერმა ისევ მიღალატა და გამეთიშა შუა ყურების დროს. ნერვები მაქვს ახლა მოშლილი Gravity Falls-ის ისტორიას უსმენდი და უბრალოდ ველოდებოდი და კომპიუტერმა მითხრა ნახვამისო. 3, 2, 1 გავაგრძელეთ. ნაკლებად სულელი იყავი. გამოვიდა. აბსტრაქცია არ არის უბრალოდ მოგედია. ეს ძეგლი აქამდეც გვინახავს სასაფლაოზე. დავედით სწრაფად. დავი მოგარდი. წოხარ, მაგრამ ვარდისფერი ბუშტები გათავდა. საერთოდ რატომ მოვედით? ოფიცერო ბლაფს. ბლაფსი გისმენთ. სამიზნეს მოუარეთ? არა, მაგრამ ახლოს ვართ. ვერცად გამექცევიან, გვირდებით. მოიცადე. ჯანდაბა. ბოლო ჯერ გიმეორებ ზამთარში სამხრეთით არ წავალთ. ჩვენი სახლი აქ არის. ყოველთვის ასე ამბობ. მიდი. მიდი. ეს მეიბელის ბიძია ყოფილა. ამას ეძებ? ხო, რა გინდა? ფული? მინდა თქვა, რომ ნერთვესტების ოჯახი საუკეთესოა Gravity Falls-ში. რა თქმა უნდა, გინდა დავწერო. აი. ეგ პირი ჩაზელი. ოჩახ, მაგრამ ამას უცბი შედეგი მოყვება. მაგრამ მაინც მაგარი. ნებისკენ მიგვითითებს. ნახე, ცხურში მიკიკინებს. აუ, მეიბელ ნახე.
ახლა სულელი ვინ არის სპეციფიკა? ნუ ეს კარგი. კაი დამთხოვა იყო. ახლა ნამდვილი შეთქმულების რეჟიმზე გადავდივართ. სერიოზულად ვგრძნობ თავს. კარგი მახეებს უფრთხილდი. მახეებს. მახეებს. ტრანკვილიზატორიანი ისრები. ეს საიდუმლო საგანძური საცავია? დენ ბრანდი. აბრაამ ლინკოლს ნახეთ? რა? ჯეკპოტი. ვითომ ეს არ ვინახავს? Gravity Falls-ი. შენახული ინფორმაცია, რომ Gravity Falls-ის დამარსებელი ნათანიელ ნორთვესტი მატყუარა იყო და თანაც თაღლითის სამარწყვინო სულელი. ცუდი ამბავი პაციფიკასთვის. ძალიან ცუდი ამბავი. და ვინ იყო მაშინ ნამდვილი დამარსებელი? როცა გაიგებენ ამოხსენი, სულელს აღარა მინდა მიძახებს. ნამდვილი დამარსებელი იყო აბა? ლორდ კვენტინ ტრემბლი მესამე. კვენტინ ტრემპლი ვინ არის? თემპლი ვენი მესამე. საქმე არ არის. დაგიჭირეთ. ჯერ დაგიჯერიათ ასე რომ. აუ, ისრები მოხდა. კვენტი ტრემბლი ეროვნული უსაფრთხოების საქმეა. გონი ფერებს ვეღარ ვარჩევ. რას ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების საქმე? ვინ არის კვენტინ ტრემპლი? თვითონ ნახეთ. ჰა, შავ-თეთრია. ჭუმად მეიბელ. თუ ამას უყურებთ, თქვენ იმ 8 ადამიანს შორის ხართ, ვისაც უფლება აქვს, რომ ამ ვიდეოს უყუროს. სხვათა შორის გადაღების შემდეგ მეც მომკლავენ. რა? არა? კიდევ კარგი. ამერიკის საიდუმლოებებს შორის ყველაზე სამარცხვინო იყო კვენტინ ტრემბლი. მერვე ნახევარი პრეზიდენტი. მერვე ნახევარი პრეზიდენტი. მერვე ნახევარი. პრეზიდენტი. 1837 წლის არჩევნების მოგების შემდეგ კვენტინ ტრემბლიმ სახელი მოიხვეჭა როგორც ყველაზე სულელი პრეზიდენტი. ბლინებს ომი გამოუცხადა, 6 ახალშობილი სასამართლოში გამოიძახა და სხვა მრავალი. მისი სიტყვით გამოსვლა კიდევ უარესი იყო. ყველაზე მეტად გიგანტური კაციჭამია ობობების უნდა გვეშინოდეს. კაბინეტიდან გამოაგდეს და დაუსახლებელ ველზე დამკვიდრდა. სახელად Gravity Falls-ი უწოდა. მას შემდეგ ოფიციალური პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი გახდა. Gravity Falls-ის დამაარსებლის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ანუ უბრალოდ ამოშალეს ისტორიიდან. სამი ქარვის მსგავსია? ამ სულელს ეგონა რომ თუ გამყარებულ მიწის თხილში გაიყვებდა თავს სამუდამოდ გამყარებულ მიწის თხილში. ტრემპლის სხეულის პოვნა ჩვენი მთავარი მისია იყო. მადლობა რომ მოგვაშორეთ. ვინ იცოდა რომ მამას გოგოს მიერ დაყრილი ტკბილეული შეფუთვის კვალზე გაყოლით მოვახერხებდით. რადგან სინამდვილე იცით, ასე მარტივად ვერ გაგიშვებთ. ესე იგი? უნდა დაგხოცოთ? არა, დაწყმარდი. თქვენ და ამ ყველაფერს ვაშინგტონში გადავიტანთ. საიდანაც ვერ დაბრუნდებით. ეგ უარესია. უარესი არ არის, მაგრამ ეგეც სუდია. მე ბაწარი წამოვიყოლე მეგობრების პირდაპირ ვაშინგტონში წაიყვანეს? ვინმე ესმის? გამოგვიშვით. ამჯერად რომ კვალი დავტოვე. ყველაფერი ჩემი ბრალია. პაციფიკა მართალი იყო. სულელი. ცოტა უცნაურად ჩანს. ეს პრეზიდენტი იყო. გვამთან ერთად რომ არიან. რა ერქვა? უთში. არ ვიცით რომ ცოცხალია. ეს მე ვარ, კვენტინ ტრემბლი. ცოცხალი ხარ. მაგრამ როგორ? მეც თხელმა მართლა შეინახა. შენ სულელი არ ხარ. ბრწყინვალე ხარ. შენც ასევე ძვირფასო, რადგან ჩემს მინიშნებებს მოყევი და გამათავისუფლე. ხმას არ ვიხებ რა. მართალია. Gravity Falls. შენ მასულობა მესკოდები გაშიფრა. პოლიციელებმა კი ვერ შეძლეს. გეყას. მერთო რაღაც ვაგონისებ უჩი ვართ გამოკეტილები.
ვაგონია ბატონო პრეზიდენტო. კიდევ კარგი პრეზიდენტის გასაღები მაქვს, რომელიც ყველაფერს აკეთებს. და რომელიც ყალბია. აშკარად. არა მგონია რომ ეგ გამოგვადგეს. ხე, ჩემი დროის მტერი. აქედან გასაღწევად ყველაზე სულელური გეგმა დაგჭირდება. გონი ვიცი ვინც დაგვეხმარება. მხრელზე რა სიტყვით? უნდა გავძვრეთ. თითქმის. Adversaries. არა მგონია ეგ დაგვეხმაროს. სისულელეს ენდე. ახლა რომ მართლა გადაგძე. ყოდალა გამოგვიყვანს? ეს ჩემი მესამე ცოლის ენდია. მესამე ცოლი. ველიდან ვერ გავედით. ამიტომ ეს ყუთი თავიდან ავაწყოთ და ისევ ვცადოთ. აქედან უნდა წავიდეთ. ასევე კარგი აზრია. ბლაბს. მომეცი. არ ვიცი რა თქვა ამ სერიაზე, სიმართლე გითხრათ. ვერსად გაიქცევით. არა უნდა დავჭდე. კარგად ხარ? რამე ხომ არ მოგიდანო? გაჭირვებაში ალმასი ხარ. შენიკო მართლა გინდათ ვაშინგტონში ეს რა იყო? სხვა გზა არ მაქვს. ზემოდან არის ბრძანება. კარგია. ამასაც დავაიქნობე. მოიცადე. კვენტინ ოდესმე გადადგომაზე განცხადება დაწერე? არა სერ. სალამანდრას შევჭამე და ფანჯრიდან გადავხდი. მაშინ ჯერ თქვენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხართ, ხომ ასეა? თუ არ გადააყენეს. რამდენიმე გაერთიანებული შტატების პრეზიდენტი გიბრძანებთ, რომ ეს ყველაფერი დაივიწყოს და შემომშვებულებაში გახვიდეთ. დიახ, შვებულებაში, სად გვინდოდა ყოველთვის დასვლა? 1, 2, 3. სულელური წყლის დასრიალოებზე და დიდებულ ტბებზე მიჩიგანში. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ. ის კარგად იმუშავე. მადლობის ნიშნად კონგრესმენად გაცხადებ. ყველაფერს ლეგალურს ვხდი. და როდერიკ, იცით მე? ასეთი ბრძანება ცუდი იყო. ამოხსნი და ამიტომ დაგჭირდება პრეზიდენტის გასაღები. მერე დამზდევდა და ნიჩაბს მირტყამდა 3 საათის განმავლობაში. არა, ჯორჯ ვაშინგტონი ნამდვილი იდიოტი იყო. გეთანხმები. ჯორჯ ვაშინგტონი. გამოგდე გუნდიდან. ესეც პაციფიკა. პაციფიკა. სამთავრობო შეთქმულებას ფარდა ახსენი. ახლა ვინ არის სულელი? რა? ვინ არის ეს იდიოტი? მომაჭრე ხელები. მელოდო. ეს მერვე ნახევარი პრეზიდენტია. მერვე ნახევარი. ალბათ გაინტერესებს როგორ არის ცოცხალი. როგორც აღმოჩნდა, მიწის თხილის. მართლა სულელი გოგო ხარ? მაგარი ქუდია. კარგი იყო შვილო. შენი მანქანა ტალახში გაიჭედა. ისი ამონესახმამდე ფეხი ციარულით. მისი მატყუარა ბაბუის შესახებ არ ეტყვი? დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. ჩემთვის სულელე უკვე მაგარი გახდა. ნუ ვერ მე ვიტყვი. კი ასე არ ვფიქრობ. არც მე. პაციფიკა. ნათანიელ ნორთვესტ. გრავიტი ფოლსი შენი ოჯახი ტყუილია. რა? დედა. ტურისტება შეუფასებელია. ეს მაგარი გწნობა იყო აშკარა. სხვაგან ვარ საჭირო და იმახსოვრეთ რომ $-12-იანზე მუდამ ვიქნები. $-12. რა უსარგებლოა? უსარგებლოზე ნაკლებია. ჩემო ბიჭო, ფრენბლი წავიდა. სარგებლოზე ნაკლებია. როგორ გონია საქმედის? მე მგონი კლდეზე გადაიჭეხება. მერე სუსი მოვიდა და ერთი ნახოთ თუ კოდელა ვერ გადაარჩი. მე გადაგიტანია. იმუშავა. ეს ხუდი რადომ გახურავს? კონგრესმენი ვარ. უგაცრავად. ჩათვალეთ გაბადიეთ. ნორმალურს არასდროს არაფერს იტყვით არა? მართალია ბაბუძია. მართალია. მეიბელი, წავიდა.
კარგად ვარ. უზენაესი სასამართლოს პატივცემულ უჯალწმინებო გთხოვთ და მიგდეთ გადაწყვეტილებაზე. ისევ ბავშვები დასვა. კარგი, მაგრამ ვინ ჩამანაცვლებს? დედა. მოხუცი კუდიანი? მოსამართლე ნამნა, ზდედი ფურთხებთ. ახლა თქვენ კარგით. სასამართლოში ხარ თუ? ნელი დღე დაუდგა ამერიკას. გახმოვანებული აჭერენით კომის მიერ. ამერიკაზე რა ვთქვა, მაგრამ შენ კი არ გექნება მალე კარგად საქმე. დედა. Gravity Falls-ი პირველი სეზონის მე-9 სერია. კი არა და მერვე. მეც სისულელებ თქვი ახლა. და თუ არ ცნები ყველა სერია Gravity Falls-ში არის კანონი. და ეს არის ისტორია Gravity Falls-ის დაარსების. ვახ, ეს რა იყო? ნორმალური სერია იყო. ანუ ვერ გავიგე რა აზრი ქონდა, ანუ საბოლოოდ რა აზრი იყო სერიაში, ის რომ სისულელე კარგია, თუ ის რომ სულელური გადაწყვეტილება სინამდვილეში ჭკვიანურია. არც კი ვიცი, ახლა ჩემს გონებაშიც კი უკეთესად ჟღერდა და ახლა რომ გავახმოვანე, ვაფშე მაგარი სისულელე იყო. თლიანი ეს სერია იყო სისულელე. ანუ როგორც გინდათ ისე მიიღეთ, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცი უკვე როგორ მივიღო ეს სიტყვები. სისულელე კარგი გაგებით, ცუდი გაგებით, საშუალო გაგებით. ანუ სისულელე იყო და როგორც მეიბელმა თქვა, კარგი იყო. ყოველ შემთხვევაში პასიფიკას ოჯახი, მე მგონი სწორად ვამბობს სახელს. პასიფიკას ოჯახი აღმოჩნდა მატყუარა, იტყუებოდნენ ყველაფერს ქალაქის დაარსების შესახებ და ამერიკის მერვე ნახევარი პრეზიდენტი აღმოჩნდა ნამდვილი დამაარსებელი. ვაიმე. აი ამას მერვე ნახევარი პრეზიდენტს ნამდვილად არ ველოდებოდი. კი, ველოდებოდი რომ ტყუილი იქნებოდა და ველოდებოდი რომ მეიბელი ან დიპერი ან ორივე ერთად ახლა საბოლოოდ გაიტანდნენ თავიანთ სიმართლეს, მაგრამ როგორ აჩვენე სიმართლეც ეგეთი უნდა რა. სტენს როლი არ უთამაშია ამ სერიაში, არანაირი ერთადერთი გავიგეთ რომ პიონერთა დღე არ მოსწონს და დასაჯეს კიდეც ამის გამო. საბოლოოდ გასაღებმაც იმოქმედა პრეზიდენტის გასაღებმა. ნუ დიპერი თუ დაიტოვებს იმ გასაღებს, იქნებ სტენის საიდუმლო ოთახში შევწვრეთ და ვნახოთ რას ნავებს მართლა კი არა. გადააშენეთ ეს გასაღები და ყველაფერი რაც ამ სერიაში ვნახეთ. ეს პრეზიდენტებზე კიდე აბრაამ ლინკოლნს რომ ხელი ჰქონდა თავზე და ბენჯამინ ფრანკლინი ქალი იყო. არა, ერთადერთი იყო თავგადასავლების დროში კიდე მახსოვს და მე მგონი ბენთენში იყო, ანუ პრინციპში ორივეში იყო უცნაური რომ პრეზიდენტებზე, მაგრამ ნორმალური ახლა. ბენთენში ჯორჯ ვაშინგტონი რომ სანიტარი იყო, ეგ ერთი ცოტა ისტორიის შეცვლა რა თქმა უნდა, მაგრამ რატომაც არა, ანუ არაფერი ესეთი არ მომხდარა სერიოზული. ერთადერთი უცნაური იყო და ცოტა სასაცილოც იყო რომ ნამდვილი პერსონაჟი აიღეს როგორც ჯორჯ ვაშინგტონი იყო და პრეზიდენტი საქართველოს ამერიკის სისულელე გადმომედო და თავგადასავლების დროში იყო კიდე აბრაამ ლინკოლნი, მაგაზე კაიხარი ვღადაობდი, მარსის მეფე რომ იყო. ეს ხომ საერთოდ სხვა სამყაროა, ასე რომ ყურადღება არ მივაქციოთ მაგას. მაგრამ აი ეს იყო საოცრება. მე ბოლო სერიას ველოდებოდი რამდენს განსაკუთრებულს, მაგრამ როგორც ჩანს სხვა დროს. თითქმის ნახევარი სეზონი ვნახეთ, შემდეგი ორი სერია სავარაუდოდ ერთად იქნება და მე ერთი იქნება ცალკე რომ ბარემ ნახევარი სეზონი დავამთავროთ მე-10 სერიაზე და
ფინალური ორი სერია, როგორც ვიცი, ორ ნაწილიანია და იქნება ასევე ერთად. ახლა კი მეც ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა აღარაფერი მაქვს სათქმელი, ვენდი და სუზი არც ერთი ყოფილან ამ სერიაში, ასე რომ ხო. მათაც ვერაფერს ვიტყვი. დაგემშვიდობებით. ასეთ ლამაზი მომენტით. იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, დააკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ნახავთ სხვა დროს, შემდეგ ვიდეოში. მადლობა მხარდაჭერისთვის. ნახვამდის.